რთულია ამ სამყაროში ისე იცხოვრო, რომ უსამართლობის მსხვერპლი არ გახდე, ან გული არ გეტკინოს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მადლით მპატიებელი გულები გვაქვს, პატარა წენამაც კი შეიძლება მოგწამლოს და სიცოცხლე გაგვიმწაროს. 40 წელზე მეტია უმსახურობ. მრავალ ქრისტიანს ვიცნობდი, რომლებიც მიუხედავად შინაგანი ბრაზისა, ახერხებდნენ თავაზიანნი ყოფილიყვნენ. ისინი მწარე შხამს სვამენ და სულიერად იხოცებიან. ნაცვლად იმისა, რომ მივუტევოთ, ღმერთს მივანდოთ უსამართლობის განსჯა, სიბრაზეს გულში ვინახავთ. გულში ჩატოვებული ბრაზი კი ყოველთვის სიმწარეში გადაიზრდება, რასაც შურის ძიებამდე მივყავართ. ბიბლია არა მხოლოდ ჩვენი რწმენის გმირების ბიოგრაფიებს მოგვითხრობს, არამედ უბრალო ადამიანების ცხოვრებასაც აღწერს. იმ პიროვნებების, რომლებმაც ისეთივე გულის ტკივილი გამოცადეს, როგორიც ჩვენ. ზოგიერთი მათგანი მოერია წყენას, დანაკარგსა და სიმწარეს. გავიხსენოთ ნაყომი რუთის წიგნიდან. ისრაელში ჩამოვარდნილმა შიმშილმა ნაყომის ოჯახი აიძულა მოაბში გადასახლებულიყო. ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომის გარეშე უცხო მიწაზე აღმოჩნდნენ. ნაყომის ქმარი გარდაეცვალა, შემდეგ ორივე ვაჟიც. მას შემდეგ რაც ისრაელში დაბრუნდა თავის რძალთან, რუთთან ერთად, ნაყომიმ იქ მყოფ ხალხს მიმართა. მუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, მარა დამიძახეთ, რადგან ყოვლად ძლიერმა ბევრი სიმწარე მარგუნა. ნაყომი გამწარებული იყო თავისი დანაკარგის გამო. ამბობდა, რომ ყოვლად ძლიერმა სიმწარე შეამთხვია მას. გამწარებული ადამიანისთვის თუ მოგისმენიათ, მიხვდებით, რომ სიტყვა მხიარული მასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. გამწარებული სული თითქოს დროშია გაჩერებული. ის ტკივილის მოგონებებით ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ქალს შევხვდი, რომელიც იტანჯებოდა მტკივნეული განქორწინების გამო. წელიწადში ორჯერ საუბრობდი მასთან, 2 წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე უარყოფითად ლაპარაკობდა თავის ყოფილ მეუღლეზე. განქორწინების შემდეგ ის გულის ტკივილით იყო დატყვევებული. გამწარებული სული გამუდმებით ადანაშაულებს ვინმეს იმ სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდა. ნაყომის შემთხვევაში ის გაბოროტებული მიმართავდა ღმერთს. გაბრაზებული იყო, რომ სიძნელენი და დანაკარგი დაუშვა ღმერთმა მის ცხოვრებაში. უფალმა ცარიელი დამაბრუნა, ამბობს ის. და კიდევ უფრო ამძაფრებს, როდესაც ამატებს, ყოვლად ძლიერმა უბედურება დამატეხა. ნაყომის ცხოვრება იობის დანაკარგს რომ შევადაროთ, დავინახავთ, მიუხედავად იმისა, რომ იობმა დაკარგა შვილები და ქონება, მაინც განადიდა ღმერთი. შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დაუბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. წუხარების ჟამს ვლინდება ღვთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. როდესაც ცხოვრება დარტყმებს გვაყენებს, სიმძრისგან სისხლს უღრით თუ ღმერთს ვადიდებთ. იობი მოიდრიკა და ღმერთს უფრო მიუახლოვდა. ნაყომი კი განაწყენებული იყო უფალზე. მე მყავს ძვირფასი მეგობარი, რომელსაც მოზარდიშვილი გარდაეცვალა. ის მაგალითი გახდა ყველასთვის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება უფლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად დარჩეს ადამიანი ტკივილის დროსაც კი. უფრო შემბრალებელი გახდა სხვისი ტანჯვის მიმართ. ასევე ვიცნობ სხვებს, მათ ვინც იტანჯებოდნენ საყვარელი ადამიანის უეცარი დანაკარგის გამო, მათ რომელთაც უარი თქვეს ღმერთზე და გაბოროტდნენ. განსაცდელი არ სრულყოფს ადამიანის ბუნებას, ისავლენს ადამიანის ბუნებას, ისავლენს იმას, რაც ჩვენში ხდება. ძველ დროში კაცობრიობა ძირითადად მცენარეებზე ატარებდა ცდებს. ცდილობდნენ შეესწავლათ, რომელი მცენარე იყო საჭმელად ვარგისი და რომელი იყო მომწამლელი. საბოლოოდ აღმოაჩინეს, რომ ტკბილი ხილი ან მცენარე საჭმელად უსაფრთხო იყო. ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მწარე მცენარეები ავადმყოფობის გამომწვევი და სასიკვდილოც კი იყო. ამის მსგავსად, მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება, თუ მას ჩვენს სულში ჩავიტოვებთ, შესაძლოა სულიერი საწამლავი გახდეს, რომელიც იმედით სავსე ჩვენს ყველა მოლოდინს ანადგურებს და ქცევაზეც უარყოფითად აისახება. ასეთი გამოცდილება შესაძლოა ურთიერთობებში წყენის ან უსამართლობის შედეგად გაჩნდეს. შესაძლოა დიდი იმედგაცრუებით ან დანაკარგით დაიწყოს. სიმწარეს სიბნელე მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. მართლაც, სიმწარე არა მხოლოდ ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას,
წმინდა წერილი გვაფრთხილებს, რომ მწარე ფესვმა შესაძლოა ბევრი წაბილწოს. სიმწარის სულიერი ფესვი დამალულია. ესაა დაუძლეველი სიბრაზე, რომელიც დამარხულია ძალიან ღრმად, ჩვენი ცხოვრების ფსკერზე. გარეგნულად მისაბაძ ქრისტიანებს ვგავართ მანამ, სანამ ტკივილის შესახებ საუბარს დავიწყებდეთ სხვებთან. როგორც ვთქვით, ეს ფესვი უფრო მეტად მტკიცდება და ბილწავს სხვებს. თუ არ გინდათ შეეგუოთ გაბოროტებას, გაცნობიერებულად ესაუბრეთ სხვებს, იმისთვის რომ თქვენი სიტყვებით არ მოწამლოთ ისინი. თუ გაბოროტებულ ადამიანს უსმენთ, ფრთხილად იყავით, რომ ეს განწყობა თქვენც არ გადმოგედოთ. დაბადების წიგნში კიდევ ერთ გაბოროტებულ სულს ხვდებით. ესაა ესავი, იაკობის ძმა. ესავმა ჯერ მემკვიდრეობა დაკარგა ახალგაზრდობაში მიცემული უგუნური პირობის გამო და შემდეგ მამის კურთხევაც. როდესაც აღმოაჩინა, რომ მამის მემკვიდრეობაც და მამის კურთხევაც თავის ძმას ერგო, ხმამაღლა და მწარედ ამოეგმინა, ვკითხულობთ ბიბლიაში. ჩვენი სიზარმაცისა თუ გულგრილობის გამო რაიმეს დაკარგვამ შესაძლოა სული გაგვიბოროტოს. ასევე, თუ ვინმე მოგვატყუებს და წაიღებს იმას, რაც ჩვენი იყო, ეს განადგურების ტოლფასია. ვიცნობ ზარმაც ადამიანებს და პატივს არ ვცემ მათ განათლებას. ისინი გაბოროტებულნი არიან და მუშაობენ მცირე შემოსავლისთვის. ასევე ვიცნობ ახალგაზრდებს, ქალებს, რომლებმაც ნება მისცეს მატყუარა ბიჭებს ჰქონოდათ მათთან სექსუალური ურთიერთობა, რის გამოც ისინი მოგვიანებით მარტოხელა დედებად იქცნენ და ამ ყველაფერმა ისინი გააბოროტა. სულიერ ადამიანებსაც კი შეუძლიათ გაიხსენონ, როგორ იტანჯებოდნენ გაბოროტებით, რომელიც მათმა გულგრილობამ გამოიწვია. ვიცნობ ხუცესს, რომელიც თავისი მსახურების ერთგული იყო. თავის მეუღლეს კი გამუდმებით გულგრილად ეპყრობოდა. საბოლოოდ ქალი გაშორდა მას. ხუცესმა დაკარგა მეუღლე, შვილებთან ემოციურად გაუცხოვდა და ეკლესიის პატივისცემაც აღარ შერჩა. დანაკარგმა ესავი ძალიან გააბოროტა. ჩვენს დაგვიკარგავს ჩვენი ცხოვრების ღირებული ნაწილი გულგრილობის გამო. სხვებმა მიიღეს ის კურთხევა, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი და ამან გაგვაბოროტა? და ღმერთმა გამოავლინოს ჩვენში ბოროტების ფესვი, რომელსაც გრძელვადიანი მოქმედება აქვს და ნელა გვკლავს. ღმერთს სურს, რომ სიყვარული და ხალისი დაგვიბრუნდეს. ამიტომ გულით მივუახლოვდეთ მას და ვთხოვოთ, გვიჩვენოს ჩვენი გულის მდგომარეობა და უფლება მოგვცეს ვნახოთ, თავისუფალია თუ არა ჩვენი სული მწარე ფესვისაგან.